სახელითა მამისათა, დadzისათა, დაწმინისა სულისათა. ჩვენთან არც ღმერთი. დღევანდელ ლიტურგიაზე სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ ძალიან ცნობილი იგავი, რომელსაც შეიძლება დიდი განმარტებაც არ ჭირდება, რადგანაც თავად მაცხოვარმა განმარტა ეს იგავი და ამ იგავს ეწოდება თესველისა და თესლის შესახებ. თითქოს არაფერი განსამარტი არ არის. აქ არის ადამიანთა კატეგორიებზე საუბარი, მაგრამ მაინც უცნაური რო არ იყოს ჩვენი ეს თხრობა, რომელსაც ასევე ჩვენ განმარტებასაც მოვაყოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვით, დიდი განმარტება არ ჭირდება თითქოს, მაგრამ სხვა რაკურსით, სხვა კუთხიდან თუ შევეხებით ამ იგავს, აღმოჩნდება, რომ თურმე სხვა რამეშიც არის აქ საქმე, სხვა განსამარტიც ყოფილა დარჩენილი. თხრობა იგავისა ასეთია, რომ მაცხოვარი ამბობს იგავს. გამოვიდა თესველი დასათესად და თესვისას ზოგი თესლი დავარდა გზაზე და აკენკეს ფრინველებმა. ზოგი დავარდა კლდოვანზე, სადაც მიწა ბევრი არ იყო, გაუშვა ამან ფესვი, მაგრამ რადგანაც ღრმა არ იყო ფესვი, გახმა მალევე და ნაყოფი ვერ გამოიღო. ზოგი თესლი დავარდა ეკლოვანში, აღმოცენდა, მაგრამ რადგანაც სარეველაც გაიზარდა, მოაშთო იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო. აი მეოთხე, რომელი თესლიც იყო, დავარდა კეთილნიადაგზე და გამოიღო 100-ული, 60-ული და 30-ული ნაყოფი. ხა გასაგებია დიდი, როგორც მოგახსენეთ, განსამარტი არაფერია, რადგანაც თავად მაცხოვარმა განმარტა ეს და თქვა, რომ აქ არის საუბარი ადამიანთა გულებზე, ადამიანთა აზროვნებაზე, რომ ბოლო ეს მეოთხე თესლი, რომელიც არის დავარდნილი, ისეთ ნიადაგზეა დავარდნილი, სადაც ადამიანის გულმა აღმოაცინა და ცხონება მოუტანა ამ ადამიანს. ის სამი დანარჩენი, მიუხედავად იმისა, რომ იწყნარებდნენ ამ თესლს, მაინც ნაყოფის გარეშე დარჩნენ. გასაგებია, რომ ადამიანთა აზროვნებაზე და გულებზეა საუბარი აქ. მაგრამ კითხვა იბადება, ის სამი რა კატეგორიის ხალხია? კარგი, ამ მეოთხე მიიღო კეთილი ნიადაგის კაცმა. რა ტიპაჟია ეს კაცი, ეს მეოთხე? და რა ტიპაჟნი არიან ისინი, რომელთაც არ მიუღიათ? უпростоრად მიიღეს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოიღეს. რატო ესე? როდის ვართ ამ მდგომარეობაში, ამ სამი კატეგორიაში, როდის ვითვლები ჩვენ? რატომ არის ასე? რა შემთხვევაში ხდება, ესეთი კითხვა რო დავსვათ, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება იმ სამ კატეგორიაში? თესლის მიუღებლობა როდის ხდება? მაშინ ხდება, როდესაც გამოგვიძებული არ არის ადამიანი. გამოგვიძება როდის ხდება? რას ქვია გამოგვიძება? ჩვენ მღვიძარენი ვართ, თითოეული ჩვენგანი. მაგრამ ცხოვრებისეული ამოებისაგან სანამ არ გამოიღვიძებს თურმე კაცი, იქამდე არის მძინარებაში და ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნება იმ სამთაგანში. და რომელ გამოგვიძებაზეა საუბარი? რას ნიშნავს გამოგვიძება? რა შემთხვევაში ხდება გამოგვიძება? აი ესეთი კითხვები რო დავსვათ. გავმარტოთ ეს იგავი კვლავ. გამოვიდა მთესველი თესლის დასათესად. საიდან გამოვიდა ეს მთესველი? ვინ არის ეს მთესველი? ქრისტე ღმერთი. საიდან გამოვიდა? ის არ წერია სახარებაში, მაგრამ მარადისობიდან გამოვიდა. რისთვის გამოვიდა? რომ მარადისობის თესლი თესოს.
ანუ ისეთი თესლი, რომელიც ადამიანს მარადიულ ცხოვრებაში გადაიყვანს. აი ამ თესლზეა საუბარი, ანუ მაცხოვრის სიტყვაზეა საუბარი, ანუ ქადაგებაზე. მაგრამ სამი კატეგორიის ხალხი არ იღებს, მეოთხე იღებს მხოლოდ, გამოღვიძებული კაცი იღებს. ის სამი არ იღებს. არ არიან გამოღვიძებული. და იმას რო შევეხო ჩვენ რა არის გამოღვიძება ზოგადად. ურიგო არ იქნება რომ გავიხსენოთ ესეთი დიდი ფილოსოფოსი ქრისტეს შობამდე ცხოვრები, ბერძენი, პლატონი. მისი დიალოგები ცნობილია მეტნაკლებად, თარგმნილიც არის ყველა ენაზე. და ერთ-ერთ დიალოგში, რომელსაც ეწოდება დიალოგი სახელმწიფოს შესახებ, მეშვიდე თავში. აქვს ესეთი იგავი, რომელიც ერთგვარად ეხმიანება დღევანდელ თემას სახარებისაუს და ამიტომ შეიძლება გავიხსენოთ იგიც. პლატონი აყალიბებს ესეთ იგავს ასევე. დავუშვათო, რომ არსებობს გამოქვაბული და ამ იგავს გამოქვაბულის შესახებ იგავი ეწოდება. ამ გამოქვაბულში სხედან ადამიანები ცხოვრობენ გამოქვაბულში. ოღონდ ისე ცხოვრობენ, რომ არასოდეს არ გამოსულან გამოქვაბულიდან და იყურებიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით. კედლისაკენ, შემოსასვლელისაკენ კი არა, საიდანაც ბზის შუქი შემოდის. არამედ კედლისაკენ. და ვერც იყურებიან უკან. იმიტომ რომ ჯაჭვებით არიან მიმულები. ესე იგი, მოტრიალება არ შეუძლიათ და მხოლოდ ერთი მიმართულებით იმზირებიან. და ამ ზის შუქის გამო ზოგჯერ ადამიანებს იქ, ვინც გარეთ არის, გააქვთ და გამოაქვთ სხვადასხვა საგნები. და ამ საგნების ჩრდილები აირეკლება იმ კედელზე. ხლა ეს ადამიანები შიგნით, რომლებიც ცხოვრობენ, საგნები გონიათ ეს აჩრდილები. იმიტომ რომ სხვა არ ენახათ. არ იციან სხვა. და ის აჩრდილები, ანარეკლები, რეალური საგნებისაგან. გონიათ რეალური საგნები, იმიტომ რომ სხვა არ იციან. მაგრამ ხდება ისე, რომ ერთ-ერთი ადამიანთაგანი, რომლებიც იქ გაიზარდა, თავისუფლდება ჯაჭვებისაგან და გადის ამ გამოქვაბულის გარეთ. და ხედავს, რომ თურმე ეს გამოქვაბული კი არ არის სამყარო. არამედ იქით იშლება უდიდესი, გრანდიოზული სამყარო, მრავალფეროვნებით სავსე. და ბრუნდება თავის თანამოძმეებთან. სიხარულით რო აუწყოს, რომ თურმე ის, რასაც ისინი ხედავენ მთელი ცხოვრება, არის აჩრდილი და რეალური საგნები გარეთ არის. რეალური სამყარო გარეთ არის და არა ამ გამოქვაბულში. ეხლა კითხვა იბადება, როგორ ჩათვლიან ამ კაცს ის ადამიანები გამოქვაბულში რო გაიზარდნენ? უმალ გიჟად, ვიდრე ნორმალურად. იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელია სხვა ცხოვრება. და მაგიტო ამბობს პლატონი, ქრისტიანობა არ ამბობს. პლატონმა მიაღწია ამ ხელა სიმაღლეს ქრისტეს შობამდე. ეხლა მარტავს პლატონი, განმარტება გასაგებია ალბათ მეტნაკლებად, გამოქვაბული პლატონის თანახმად არის ჩვენი სამყარო, მთელი ჩვენი კოსმოსი, დიდი გამოქვაბული. და ამ კოსმოსში ჩვენ ვართ მიბმულები ჯაჭვებით, ანუ გრძნობებით. გრძნობითი კაცი არის მიჯაჭვული ქვეყანას. იმას, რომ სულიერებაზე და წესიერებაზე დაუწყოს საუბარი, გიჟად ჩაგვთვლის. იმიტომ რომ სხვა ქვეყანა მას არ ასწამს. შენ რო უთხრა, რომ გამოქვაბულის ცხოვრება კი არ არის რეალური, არამედ იქით რო გახვალ შენ აქედან გამოქვაბულიდან რო გათავისუფლდები, მთელი ქვეყნიერება იწყება. და ის ადამიანები, რომლებიც არიან მიჯაჭვულები ჯაჭვებით, გრძნობებით წუთის სოფელზე,
ისინი ვერ ფხიზლდებიან. აი საიდანაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ის სამი კატეგორია, რომელიც ჩვენ თქვით, ეს არის ის კატეგორია, რომელიც არის მიჯაჭული თავისი გრძნობებით, რომელსაც გონია ჭამა, სმა, გამრავლება და სხვადასხვა საგნები და ქცევები ჩვენი არის ყველაზე რეალისტური, ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვაგვარად, რო ვთქვათ, ცხოველის დონეზე რო იმყოფება, მაგრამ ეს გამოქვაბული მას აწყობს. იმიტომ სხვა რაში ჭირდება, სხვა არც გაუგონია მას. და ის საგნები, რომელიც აირეკლება ამ ქვეყანაში, რეალური გონია. და პლატონისათვის ეს ყველაფერი არარეალურია. რატო არის არარეალური? იმიტომ რომ წარმავალია, არ შეიძლება მიჯაჭული იყო ამ ყველაფერს. ასია ფილოსოფიაშიც და ასია ღვთისმეტყველებაშიც. ვიდრე ადამიანი თურმე მიჯაჭულია ამ ქვეყანას თავისი გრძნობებით და სხვა როგორი არგუმენტებსაც არ უნდა ელაპარაკებოდეს, მისთვის ის სხვა არის გიჟი, ჩვეულება, აი წმინდანები. გიჟები არიან ხშირად ჩვენთვის, იმიტომ რომ ისეთ რეალობებზე ლაპარაკობენ, რომელიც გრძნობით სამყაროს არ ეხება თითქმის. და ესენი გონია ჩვენ რომ დაფრინავენ სადღაც ხილში არიან, არ აინტერესებთ არაფერი აქ. სინამდვილეში აქ აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც არის აჩრდილები და საჭიროებიდან გამომდინარე. მაგრამ მიჯაჭულები არ არიან. ესე იგი, ეს ადამიანები, აი ეს მეოთხე კატეგორიის ადამიანები, კეთილი გული ვისაც აქვს და რომელთაც გამოიღეს ნაყოფი თავისი, არის ის გამოგვიძებული პერსონაჟი პლატონის იგავიდან, რომელიც გავიდა ამ გრძნობითი სამყაროს ტყვეობიდან. სხვაგვარად აზროვნებს, სხვა ფასეულობები გააჩნია და რატომ გააჩნია სხვა ფასეულობები? იმიტომ რომ გამოქვაბულის იქით სხვა სამყარო ეგულება. მაგრამ ვისაც არ ეგულება სხვა სამყარო, ის გამოქვაბულიც აწყობს თავისი გრძნობებით. და ამიტომაც ვერ თავისუფლდება ამ ჯაჭვებისაგან და არც უნდა გათავისუფლდეს. და სწორედ აი ესეთი ძილიანობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ჯდება იმ სამ კატეგორიაში, გზაზე დაცვენილი თესლის მაგალითით, ან ეკლოვანში დავარდნილი თესლის მაგალითით, რომლებიც ვერ გამოიღებენ ნაყოფს. ესე იგი, წარმოიდგინეთ, უფრო მეტი არის თესლის მიუღებელი, ვიდრე მიღებული. გამოფხიზლებული ძალიან ცოტაა. და ნამდვილად მრევლთა შორისაც კი არის ესეთი მდგომარეობა, რომ ხშირად ჩვენ არ ვიმზირებით მომავალი ცხოვრებისაკენ. ჯაჭვები გვაქვს გრძნობითი, რომ ამ გრძნობით სამყაროში ვიყოთ ნორმალურ კარგ დღეში მხოლოდ და ამიტომაც გვჭირდება ღმერთი ხშირად. იმიტომ კი არა, რომ მომავალი ცხოვრება მინდა, ღმერთთან შეერთება მინდა და ასე შემდეგ. ამიტომ კი არ დადის ეკლესიაში თურმე კაცი. იმიტომ დადის, რომ აქ მოიწყოს ღვთისმსოფელში კარგად ცხოვრება. და ეს იგივე გამოქვაბულის მდგომარეობაა. სიმთვრალისა, სულიერი სიმთვრალის გამოფხიზლება რო არ უწერია. და ამ სამ კატეგორიაში ვიგულისხმებით ხშირად ჩვენ თითოეული. სანამ ჯაჭვებით ვართ მიბმული. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ჯანსაღი გონება და სულიერი გამოფხიზლების უნარი. ჯვარი გეწეროთ.